ერთი სხვა გენეტიკა და მეორე სხვა არქეოლოგია და მათი რაღაც ერთობლივი როგორც მეცნიერება, ესე გააზრება არის საოცრად საინტერესო. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავის ფესვები არ აინტერესებს, ვინ არის, საიდან მოდის. პირველი ნეოლითური კულტურა საქართველოში ჩანს შულავერის შრომის პერიოდში. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც აი რო ჩვენ ვამაყობთ, რომ 8000 წლინამდელი ღვინის კვალი აღმოჩენილი. კითხვა ქართველებს ჰქონდათ, რომ ამ კულტურის შექმნაში შულავერზე მაქვს საუბარი, ხო არ მონაწილეობდა ავტოქთონური მოსახლეობაც, ანუ ადგილობრივი. აი გენეტიკამ გვაჩვენა, რომ კი ესეა და თითქმის 50%-ზე მეტი არ გავგაზია მონადირის შემგროვლის გენეტიკური კვალი. სამშაბათს 20 საათზე გადაცემა ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. შესაძლებელია ალბათ და სწორედ განვითარება ამ მიმართულებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებს გულისხმობთ და ეს თანამედროვე მიდგომა, როდესაც ხდება რამოდენიმე მეცნიერების გაერთიანება ერთად. რატომაც არ შეიძლება ეს ხდებოდეს საქართველოში, მარტო ამიტომ არის ბევრი რამე შესაძლებელი ჩვენ განათლების სისტემაში.